მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რეალურად ქართული ოცნება ცდილობს, დიდსურად თუ შევხედავთ, ქვეყანაში აღარ იყოს თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი მედია და მისი მთავარი მიზანი არის, რომ ის გამოწვევები, რომლის გამკლავებას ცდილობს საქართველოს მოსახლეობა, ეს მნიშვნელობა არ აქვს, ცხოვრობენ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის პოლიტიკური თემა, სოციალური საკითხები, ეკონომიკური საკითხები, კულტურული და ასე შემდეგ. არ მოხდეს ქართული ოცნობის კონტროლის გარეშე ამ თემებზე საუბარი. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციური ორგანო არის კომუნიკაციული კომისია, საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ შორის. თუმცა რეალურად სრულად არის მიტაცებული სახელმწიფო უწყებები, სრული კოლაფსი არის და ამ რეპრესიული კანონმდებლობით, პლუს ამას სახელმწიფო ინსტიტუტების ხარდაჭერით, სურთ, რომ ქართულ მედიაზე აუკრძალოს, ანუ სახელმწიფომ აუკრძალოს, ისაუბროს იმ თემებზე, ისაუბროს, გამოიყენოს ის ტერმინები, რომელიც მას არ მოსწონს. ანუ მათ ნებასურვილზე უნდა იყოს ქვეყანა მოწყობილი. ეს არ არის მარტო საფრთხე უშუალოდ თქვენთვის, მედიისთვის, დამოუკიდებელი მედიისთვის, ფორმულა თუ სხვა მაუწყებლებისთვის, ყველასთვის ცალკე რაღაც კანონმდებლობა შეცვლილებები აქვს, ან ცალკეული კანონი აქვს მიღებული. თქვენ რეალურად საუბრობთ იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს, ხო? თქვენ ხო არ ხართ აქ შეკრებილი, რომ პირად თემებზე ისაუბროთ. არსებობს გადაცემის ფორმატი, მაგრამ ის სტუმარი საუბრობს და ასე შემდეგ. თქვენ საუბრობთ რა ხდება სინდისის პატიმრები, ყოველდღე სასამართლო, მზე ამაღლობელი, წამებული ადამიანები, ევროინტეგრაციის შეჩერება ყოველდღე მოდის დემოკრატიული ქვეყნების წარმოადგენს კრიტიკული შეფასება, ინფლაცია, კორუფცია, ან კვირა არ გადის, უსერიოზო გამოძიებები არ გამოაქვეყნოთ სხვადასხვა მიმართულებით. ეს ხო არა თქვენი პირადი საკითხი არის, ეს არის რომ საზოგადოებას აწუხებს ეს. თითოეული ტენდერი, რომელიც არის მორგებული და თუ ჟარგონს გამოიყენებ, ჩაწყობილი ქართული ოცნებასთან დაახლოებით, ეს არის ჩვენი თითოეული ჯიბიდან ამოცნილი თანხა და ნაცვლად იმისა, რომ ეს მოხმარდეს საზოგადოებას, ხმარდება ვიწრო წრეს. არ უნდა რომ ქართული ოცნებამ თქვენ ამაზე ისაუბროთ. ანუ თქვენ გაგაჩუმონ, რომ საბოლოო ჯამში მოსახლეობა მიუხედავად იმისა, რა თემებზე არის, სკოლაში პრობლემა აქვს დირექტორთან, მასწავლებელთან, ბაღში, სამსახურში, როგორ ფიქრობთ, საჯარო სამსახურში თავარი დამცველები ვიღადაჩა, სამოქალაქო სექტორი და მედიის წარმომადგენელი, მათ პრობლემებზე ვისაუბრებს. მათ შორის დღეს რო ილუზია აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რეპრესიულ კანონმდებლობას იღებენ და უნდათ რომ აღასრულონ, მათ რო პრობლემები შეექმნებათ. ვინ გააშუქებს ამას? ამიტომ ეს არის მოცემულობა, რომ შეხედოთ ამას ყველასთვის, ვინც კი ქვეყანაში ღიად საჯაროდ საუბრობს იმ გამოწვევებზე, იმ მოსახლეობის დაკვეთაზე, რაც არის ევროინტეგრაცია, უნდათ რომ ესენი გააჩვენონ. ამ შემთხვევაში მედიას აქვს გადამწყვეტი როლი და ეს დასანქცირებული დეპუტატების მიერ მიღებული კანონმდებლობით დასანქცირებულმა ბექაურმა უნდა აღასრულოს. მაგრამ რა ბერკეტი აქვს ამ შემთხვევაში მედიას, ანუ მარტივად ასე ჩანს საჩივარი, რომელიც ჩვენ გავეცანით, რომ ანუ ქართული ოცნებას შეუძლია, სწორად ვიგებ თუ არა, ნებისმიერ დროს მიმართოს რეგულირებელ კომისიას, ჩამოწეროს სიტყვათა შეთანხმებები, რომელიც მას არ მოსწონს, მოითხოვოს ამის ჩვენი ლექსიკონიდან ამოღება და თუ ჩვენ ამას ამ ლექსიკონიდან არ ამოვიღებთ, მაშინ ჩვენ დაგვაჯარიმოს, ან და ლიცენზია გაგვიქმნოს, ასეთია მოცემულობა? კი. ანუ მარტივი პასუხი ამაზე არის კი, ცოტა რომ განვორცოთ ეს პასუხი. თუ შენიშნავთ თქვენი უშუალოდ TV პირველი წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი მე არ გავცნობი ვარ, მაგრამ გაცნობილი ვარ დეტალურად ფორმულას წინააღმდეგ რაც შევიდა და შემიძლია ვივარაუდო, რომ მსგავსი არის აქაც. საერთოდ ქართული ოცნება ეჭქვეშ არ აყენებს ის ტერმინები, რასაც ეს არალეგიტიმური იქნება, რეჟიმი იქნება თუ ასე შემდეგ. ეჭქვეშ არ აყენებს, რომ ეს ტერმინები სწორია თუ არასწორია. საჩივარი უბრალოდ ეხება, რომ ჟურნალისტები ამას ნუიყენებენ და თეორიულად ქართულ ოცნებას ხელს არაფერი არ უშლის იმაში, რომ ნებისმიერ ამგვარ ტერმინზე თუ სიტყვა შეთანხმებაზე შეიტანოს საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში. შემდეგი საკითხი უკვე რაც მოდის, აქ ბუნებრივია არის კომუნიკაციების კომისიის დავარქვათ მედეგობა
პოლიტიკური მედეგობა იქნება თუ სამართლებრივი მედეგობა, უკვე რამდენად იქნება მზაობა კომუნიკაციების კომისიის მხრიდან გაყვეს ან დაამოდეს თქვა სამართლებრივად დააკმაყოფილოს ის საჩივარი, რასაც ქართული ოცნება შეიტანს. მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ კომუნიკაციების კომისიამ მსგავს საჩივრებს დააკმაყოფილებს, კი საბოლოო შედეგი მესამე მსგავს დარღვევაზე უკვე იქნება კომუნიკაციების კომისია შეუძლია გამოიყენოს ეგრეთ წოდებული ავტორიზაციის შეჩერება. რაც უკვე შემდეგ შესაძლებელია ეს გასაჩივრდეს, მაგრამ საბოლოოდ ამას შეიძლება აქამდე მიგვიყვანოს. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს კანონი, რასაც საზოგადოებაში ცენზურის შესახებ კანონს ეძახდნენ, ფორმალურად რაც წარმოადგენს მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების ერთ-ერთი პაკეტი, სადაც სხვადასხვა ძალიან ბევრი შინაარსობრივი რეგულირება დაუწესდა მაუწყებლებს, რომლებიც მანამდე იყო თვითრეგულირებაში, თეორიულად იძლევა ძალიან აფართოებს იმგვარ მოცემულობებს, რომლებიც შეიძლება გამოდგნეს მსგავსი პოლიტიკურად ან პარტიულად მოტივირებული საჩივრების საფუძვლად. პირობითად ავიღოთ მაგალითად მიუკერძოებლად სიუჟეტის გაკეთება, ხო? ეს სიუჟეტი რომ ავიღოთ. დღეს ეს რომ მიუკერძოებლად მიმდინარეობდეს, მაგალითად თქვენ აქ უნდა გეждდეთ ქართული ოცნების ვიღაც წარმომადგენელს. მაგალითად ეხლა ჩვენ სანამ თქვენ სტუდიაში შემოხვიდოდით, არ ვიცი ადევნებდით თუ არა თვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით TV1-ის პირველების რეპორტიორს ჰქონდა მცდელობა ჩაეწერა ქართული ოცნების წევრი ბატონი გივი მიქანაძე, რომელიც პასუხობს, რომ ის არაკეთებს ჩვენს ტელევიზიასთან კომენტარს. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მაუწყებელი? ზუსტად. არის ის, რომ ბოიკოტის რეჟიმშია ქართული ოცნება, ყოველთვის საჯარო განცხადებებიდან, რაც არის, რომ მონაწილეობა მიიღოს მაგალითად თქვენი ტელევიზიის სიუჟეტებში, ამ პირობებში თქვენს მიერ მიუკერძოებელი, ანუ დაბალანსებული სიუჟეტის წარმოება არის შეუძლებელი თუ პარტია, რომელიც თავარი შემოქმედია ყველა იმ პრობლემური საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი და საზოგადოებრივად საინტერესო მოვლენების თუ კანონმდებლობის ინიციატორის არ მოდის და თქვენს ეთერში მაგალითად არ დაჯდება და კითხვებს არ გასცემს, თქვენ ფიზიკურად თქვენ ხო არ ივარაუდებთ იმას, რისი თქმა უნდა, ხო? აქედან გამომდინარე, რის თქმაც მინდა არის, რომ ეს კანონპროექტის მიღების მომენტიდან აჩენდა სერიოზულ კითხვის ნიშნებს ამ კანონპროექტის მიმღებთა რეალური განზრახვების შესახებ. აი რა არის განზრახვა, ბატონო მამუკა? ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით, საქმე მხოლოდ სიტყვათა შეთანხმებამდე არ დადის, ხო? ეს უბრალოდ პატარა პირველი ფაქტია, რომელიც ჩვენ ვნახეთ, პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ორი მედია საშუალების, არა, უკვე დახურული მთავარი არხისაც, როგორც ვიცი, სამი მედია საშუალების წინააღმდეგ გადადგა. რა არის მიზანი და რა ბერკეტი აქვს ამ შემთხვევაში მედია საშუალებას სამოქალაქო სექტორს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იცოდა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით იყო მისი დაცული და ძალიან კარგად არის კონსტიტუციაში განმარტებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფაქტი. რეალურად თქვათ, იგივე კონსტიტუციასთან დაკავშირებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი მკაფიოდ, ღიად და წლების განმავლობაში ჯერ კიდევ როცა საკონსულტაციო სასამართლო კარგ გადაწყვეტილებებს იღებდა, გულისხმობს, რომ გადაწყვეტილებების შესაბამისი იყო კონსტიტუციასთან და წამყვან საერთაშორისო სტანდარტებთან, მკაფიოდ და ღიად ამბობდა, რა უფლება მოვალეობები აქვს მედიას, რომ მედიის მთავარი ფუნქცია რა არის, დასვას კითხვა, შეაგროვოს ინფორმაცია, მიაწოდოს საზოგადოებას. წლებია ქართული ოცნების წარმომადგენლები პირდაპირ მნიშვნელობით ემალებიან თქვენს სხვა დამოუკიდებელ მედიის წარმომადგენლებს ასულს არცემენ კითხვებზე, უფრო მეტიც თუ მოახერხა ჟურნალისტმა პარლამენტში სადმე შემთხვევით შეხვდა, ართმევენ პარლამენტში შემდგომ შესვლის უფლებას. ანუ ადამიანები ეს ქართულ საზოგადოებამ გადასარევად იცის უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ადამიანები რომლებიც ამბობენ, რომ მე ვარ თქვათ უზრუნველყოფ შენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და დაცვას, შენ უნდა გემსახურებოდნენ, ანუ შენ სამსახურში უნდა იყვნენ, ის როგორ მიიღება გადაწყვეტილება, ის როგორ ხდება თქვათ ცალკეული უწყებების მიერ გადაწყვეტილების აღსრულება და ასე შემდეგ, არ პასუხობენ კითხვას, გემალებიან. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ოცნების წარმომადგენელი თვითონ თუნდაც არის გულწრფელი მხარდამჭერი ოცნებისა, იმათი პირდაპირი მნიშვნელობით შეურაცხყოფა არის. ანუ წლების განმავლობაში არ პასუხობენ კითხვას და მერე დღეს ეუბნებიან, რომ ეს სიტყვა არ მომწონს, ის სიტყვა მომწონს.
ანუ რეალურად ეს არის სახელმწიფოს უნდა შეუქმნან საქართველოს საზოგადოებას, რომ რაზე ისაუბრო და არ უნდა ისაუბრო. ეს არის მათი გეგმა, რომ ქვეყანაში იყოს სრული სიჩუმე, დუმილი, რეალური პრობლემების. თუმცა თუ შეხედავთ მეორეს მხრივ რა ხდება საზოგადოებაში ამ სერიოზულ პრობლემებთან ერთად, შეხედოთ სინდისის პატიმრებს, შეხედოთ აქტივისტებს, ყოველდღიურად არა მარტო თბილისში აპროტესტებენ, ანუ შემგვებლობა არ ხდება. ანუ ფორმალურად საკანონმდებლო დონეზე და აღარ ვსაუბრობ მედიის თემაზე, გამოხატვის თავისუფლებასთან, განსაკუთრებით როცა ის მის შეზღუდვას შეეხება, ნორმატიული აქტები როგორ უნდა იყოს მიღებული, შეთანხმება როგორ ხდებოდეს, ეს უკვე გადავწიოთ გვერდით, იმიტომ რომ ეს რეჟიმი არანაირად არ არის დემოკრატიული, არ აქვს ლეგიტიმაცია, არჩევნებს დემოკრატიული ქვეყნები არ აღიარებს, ამიტომ შესაბამისად ფორმალურად საკანონმდებლო დონეზე არის ძალიან რეპრესიული კანონმდებლობა. მაგრამ იმიტომ ვერ ხერხდება ქვეყნის საბოლოო ჯამში დე ფაქტოც ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება, რომ თქვენს წინააღმდეგობაზე არის ეს ყველაფერი სამოქალაქო აქტივისტების იმ ადამიანებს, რომელსაც ვისაც როგორ შეუძლია არ ეგუება და წინააღმდეგობაში არის. მაგალითად, იგივე იყო 2023-ში, ანუ აქტიური ფაზები როცა იყო, იგივე იყო შარშენ და საერთოდ ნოემბრის შემდგომ დღემდე საქართველოს ერთ-ერთ უნიკალურ გზას ადგას დემოკრატიული მეთოდით იცავს აპროტესტებს ამას. ამიტომ ჩვენი გზა 21 საუკუნეში არის ეს წინააღმდეგობის გზა და მე მინდა ისე კომუნიკაციული კომისიის წევრებს შევახსენო, სხვათა შორის იქ როგორც სხვა საჯარო უწყებებში იყვნენ მოხელეები, არიან იქ თანამშრომლები, რომლებიც ღიათაც გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ძალადობისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით და აპროტესტებდნენ კიდევაც, რომ როგორც სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესების დროს, ისევე როგორც მზეამოღლობის სასამართლო პროცესის დროს, აი ესეთი ცუდი კანონმდებლო მიკერძოებული მატყუარებისა, სრულმოწმეებით გაშიშვლდა სისტემა, სასაცილოთაც არის აგდებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს დგებულაძე თავის თანამშრომლებსაც ემალება საუბრობთ, იგივე დაიმართება კომუნიკაციული კომისია. ზეამაღლობელი მაინც არის ამ გაშიშვლებული სისტემის პარალელურად გისოსებს მიღმა. ბრძოლაზე საუბრობდით თქვენ და წინააღმდეგობაზე საუბრობდით ბატონო მამუკა მედიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იქნას დამორჩილებული ამ კანონს, რომელსაც თქვენ უწოდებთ რეპრესიულს და არა მარტო თქვენ. ბატონო გიორგი, ბრძოლის ბერკეტებზე ვიკითხე მე. მათ შორის სამართლებრივი ბერკეტები, რომელიც მედიას გააჩნია და რომელში დახმარებასაც სამოქალაქო სექტორი აღუთქვამდა დღესაც გისმენდით. რა ბერკეტები გვაქვს ხელში, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება? პირველ რიგში ბერკეტი, რაც თქვენ გაქვთ, მთავარი ბერკეტი ეს არის, რომ გააშუქოთ პირველ რიგში სიტყვისა და ანუ როგორც საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად ისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რასაც კონსტიტუცია განიჭებთ. და მთავარი ბერკეტი ალბათ რაც თქვენ გაქვთ არის ის, რომ თავი არ დაუხაროთ იმ უსამართლობას, რაც შეიძლება ამას მოყოს. რაც შეეხება სხვა ტიპის ბერკეტებს, როდესაც უკვე ამ სიკეთეებით სარგებლობისთვის, რასაც კიდევ ერთხელ ამ კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისთვის უკანონო კანონთან შეუთავსებელი რეპრესიები თუ დაიწყება, ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში სამართლებრივი წმინდა სამართლებრივი მექანიზმი, აქ შეიძლება იყოს, პირველ რიგში კომუნიკაციების კომისიისთვის საკუთარი პოზიციის წარდგენა და საკუთარი სიმართლის ახსნა და შემდგომ უკვე სასამართლოში. და ეს უკვე პროცესუალური ბერკეტებია. თუმცა როგორია პროცესუალური პროცესი ამ შემთხვევაში? მაგალითად, ჯარიმების, გაფრთხილებების და შემდეგ არის ლიცენზიის შეჩერება. შეჩერებული ლიცენზიის პარალელურად მიმდინარეობს სასამართლო დავა, თუ სასამართლო დავის დასრულებამდე მაუწყებელი აგრძელებს მუშაობას? სასამართლო დავის დასრულებამდე თუ რო ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ ეს მეთოდი მიდის და პირობითად ავტორიზაცია შეუჩერდა, სასამართლო დავის დასრულებამდე წესით ეს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ აქ ჩვენ სასამართლო დავას ერთის მხრივ მექანიზმი არის ეს, მაგრამ უნდა შევხედოთ შინაარსობრივად. ჩემი ინფორმაციით, ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს ინფორმაცია არც ერთ საქმეზე, სადაც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო კომუნიკაციების კომისიის საწინააღმდეგოდ. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ადრეულ წლებში შეიძლება რამე იყო. აქედან გამომდინარე ალბათობა იმისა, რომ სასამართლოში
თქვენი საქმე წარმატებული იქნება. ჩემი აზრით, საკმაოდ დაბალი არის და ეფექტურ მექანიზმად რამდენად შეიძლება შეფასდეს, ცალკე საკითხია. იგივე შეიძლება ითქვას საკონსტიტუციო სასამართლოზე, საკონსტიტუციო სასამართლო მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე ეფექტურ მექანიზმად საერთოდ არ არის დანახული, მაგრამ საერთო სასამართლოებში საკუთარი მექანიზმების ამ შესაძლებლობების ამოწურვა სამართლებრივი შესაძლებლობების მათ შორის საჭირო იქნება თუ ბუნებრივია შესაბამისი იურიდიული პირი განიხილავს სტრასბურგისთვის მიმართვას. მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ საუბრობთ საკმაოდ რთულ, საკმაოდ პროცესუალურად დატვირთულ მექანიზმებზე და ნებისმიერი რესურსი, ისედაც ამ წირი რესურსების პირობებში, რაც როგორც წესი პარტიულ კონტროლს მიღმა, ანუ ქართული ოცნების პარტიის კონტროლს მიღმა არსებულ ტელევიზიებს ისედაც გააჩნიათ, მსგავსი კომპლექსური დავების, ხანგრძლივი დავების წარმოება იმ პირობებში, როდესაც ეს არ არის ერთადერთი რეპრესიული კანონი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს და რეპრესიებს, როდესაც უყურებთ ჟურნალისტების ცემას უნდა შევხედოთ ალბათ პირველ რიგში, გინებას, მტრულ-გარემოს, გამოგდებას, ბოიკოტებს. ამ პირობებში საკმაოდ რთული ლოჯისტიკური ტვირთი იქნება მათ შორის, მოდი ესე ვთქვა. მათ შორის ოცნებისთვის? არა, თქვენთვის. ჩვენთვის ბევრი რამე გახდება, როგორც ხვდები ტვირთი ამ კანონის პირობებში. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რა მნიშვნელობა აქვს კრიტიკული მედიის არსებობას, იმიტომ რომ თუ არ ვიქნებით ჩვენ, არ იქნება თქვენი ხმა ამ არხებზე, მიზანი კი როგორც ახლა ორი ძალიან გამოცდილი ადამიანი საუბრობდა არის ის, რომ სწორედ ამ თავისუფალ სიტყვას დაედოს ტაბუ. ასეთი იყო დღის ამბები 2-ზე. მე მაგა ანდრონიკაშვილი ვარ, ერთმანეთს ავტორო გადაცემით უკვე 4-ზე შევხვდებით. მადლობა რომ გიყურებთ.